ბოლო წლებში გაზრდილმა ეკონომიკურმა აქტივობამ და საცალო სექტორის ზრდამ პოზიტიური გავლენა მოახდინა კომერციული უძრავი ქონების სექტორზე, მათ შორის სავაჭრო ცენტრებზე, ქუჩის სავაჭრო ობიექტებსა და ბიზნეს ცენტრებზე. ამაზე მეტყველებს ბოლო წლებში ახალი და მსხვილი ბიზნეს ცენტრების გამოჩენაც, რომელთა უმრავლესობა ვაკესა და საბურთალოს უბნებშია კონცენტრირებული. საინტერესოა, რომ კომპანიების და ზოგადად მომხმარებლების პრეფერენციები A-კლასის მოწესრიგებული თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ცენტრებისკენ და საოფისე ფართებისკენ იხრება, რაც განაპირობებს დღეს ასეთი ტიპის ბიზნეს ცენტრებში მაღალ დატვირთულობას და დიდი ფართების დეფიციტს. სანამ ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდება, მანამდე B-კლასის დატვირთულობა კვლავ მაღალი იქნება, თუმცა ბოლო წლების ტენდენციები აჩვენებს, რომ შესაძლოა სამომავლოდ B-კლასის ბიზნეს ცენტრებზე მოთხოვნის კლებას ველოდოთ. მოგესალმებით. A-კლასის ბიზნეს ცენტრებში საოფისე ფართების ვაკანტურობის მაჩვენებელი დაბალია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა 1000 კვადრატულზე მეტი საოფისე ფართების მოთხოვნას უკავშირდება. მსგავსი კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ სივრცის ერთ სართულზე განთავსებას, რაც უკეთეს კოორდინაციას და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს. თუმცა ამგვარი ფართების მოძიება A-კლასის ბიზნეს ცენტრებში საკმაოდ გართულებულია. კუშმან ვეიქფილდის სტრატეგიული განვითარებისა და კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო მაღრაძე ყავს დღეს სტუმრად და სწორედ მასთან ერთად განვიხილავთ ბიზნეს ცენტრების და საოფისე ფართების ახალ რეალობას და გამოწვევებს. ნინო, მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის და სანამ საოფისე ფართების და ბიზნეს ცენტრების სტატისტიკურ მონაცემებზე გადავალთ, ვფიქრობ სწორი იქნება გავაკეთოთ განმარტება, რას ნიშნავს A-კლასის ბიზნეს ცენტრი. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და რითი განსხვავდება B-კლასის ბიზნეს ცენტრისგან? რამდენიმე თვის წინ მედექეთის მოგვიწია ზუსტად ახალ A-კლასის საოფისე ცენტრის კონცეფციაზე მუშაობა და მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს A-კლასის სპეციფიკაციები, რადგან ბაზარზე თითქმის ყველა ბიზნეს ცენტრი ოპერირებს როგორც და კომუნიკაციას ახდენს როგორც A-კლასი. კი, მართალი ბრძანდებით, მოგესალმებით პირველ რიგში, ჩემი პირველი სტუმრობა თქვენს ეთერში და იმედი მაქვს წარმატებული იქნება. რაც შეეხება ბიზნეს ცენტრებს და კლასიფიკაციას საქართველოში, ეს ოფიციალური დოკუმენტი კლასიფიკაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. ჩვენ ხელმძღვანელობთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ძირითად შემთხვევაში A-კლასს განაპირობებს, რასაკვირველია, პირველი ეს მდებარეობა, უმნიშვნელოვანესი ამ მდებარეობის საკითხი. შემდეგ უკვე მოდის ტექნიკური მახასიათებლები, ეს შესაძლოა იყოს ჭერის სიმაღლე, თვითონ არქიტექტურული პროექტი, რამდენად ქონდა პროცესზე ნამუშევარი, რომელიმე ცნობილ არქიტექტორს ან როგორი ტიპის განსხვავებული პროდუქტია ბაზრისთვის. ასევე წვდომა ტრანსპორტის საშუალებები რამდენად მარტივად უდგება, თვითონ უკვე აღჭურვის საკითხი, მაგალითად რემონტი როგორი სამუშაო მასალებით არის გაკეთებული, თუ არის მაღალი ხარისხის მასალები გამოყენებული. ამასთანავე მნიშვნელოვანია სერვისები, რომელსაც ბიზნეს ცენტრი უნდა სთავაზობდეს მომხმარებელს და A-კლასის შემთხვევაში უპირობოდ გულისხმობს 24/7-ზე მაგალითად კონსიერჟის მომსახურებას, რისეფშენს, დაცვას, დასუფთავებას და ასე შემდეგ. ძირითადად ეს არის ის კრიტერიუმები, ჩვენ ხელმძღვანელობთ, როდესაც კონცეფციის ნაწილზე მუშაობთ ბიზნეს ცენტრებთან მიმართებაში, თუმცა როგორც თქვი, საქართველოში აი ამ ყველაფრის რაიმე ესეთი ოფიციალური დოკუმენტაცია არ არსებობს და მივყვებით საერთაშორისო სტანდარტებს, რაც არის აღიარებული. ნინო, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ძირითადი ნაწილი კონცენტრირებულია ვაკეში. საინტერესოა GLA-ის რა პროცენტი მოდის ზუსტად ამ ლოკაციაზე და საერთოდ დღეს ბაზარზე გამოტანილი საოფისე ფართების გადანაწილება პროცენტულად როგორ ხდება A, B-კლასის და C-კლასის საოფისე ფართებს შორის. ასევე თუ გაქვთ ინფორმაცია ბოლო პერიოდში გაცემული ნებართვების შესახებ, ველოდოთ თუ არა ახალ ბიზნეს ცენტრებს კონკრეტულად A-კლასის სეგმენტში და ზოგადად რა მოლოდინებით ვართ მიწოდებასთან დაკავშირებით 2026 წელს. მოლოდინები პოზიტიურია, მოდით აქედან დავიწყოთ. მიწოდებას არსებულს რაც შეეხება დაახლოებით 260,000 კვადრატული მეტრი არის გასაქირავებელი ფართით დღეს მთლიანად, რაც ბაზრის მოცულობას გულისხმობს A, B და C-კლასის ბიზნეს ცენტრების შემთხვევაში. C-კლასისთვის უკვე ბიზნეს ცენტრის დარქმევა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია იმ კრიტერიუმებით, რაც წეღან ვახსენეთ, თუმცა გვაქვს ბაზარზე და გვერდს ვერაულით. A-კლასები არის დაახლოებით 100,000 კვადრატულის მოცემულობაში, B არის დაახლოებით 85,000 და დანარჩენი უკვე ნაწილდება C-კლასის ბიზნეს ცენტრებზე. რაც შეეხება უბნების ჭრილში განაწილებას, ძირითადად რასაკვირველია A-კლასის ბიზნეს ცენტრები კონცენტრირებულია ვაკეში და მთლიანობაში ეს თუ შევხედავთ გასაქირავებელი ფართების მიხედვით, თუმცა რაოდენობაში თუ შევხედავთ, რაოდენობაშიც ვაკის და მთაწმინდის მიმართულება ასევე რაოდენობაშიც ლიდერობს.
ზოგადად მთლიანი ბაზრის დაახლოებით 60% არის ვაკეში კონცენტრირებული, ხოლო A კლასის ბიზნეს ცენტრების ჭრილში თუ შევხედავთ, უკვე აქ დაახლოებით 34%, 60%-ია პირიქით უკაცრავად A კლასის ბიზნეს ცენტრების კონცენტრირებული ვაკეში და მთლიანი გასაქირავებელი ფართის 34% არის, ანუ სამივე კლასის შემთხვევას თუ განვიხილავთ, ვაკეში კონცენტრირებული. რაც შეეხება მიწოდების ნაწილს, ფიქრობთ, რომ უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში არანაკლებ 100,000 კვადრატული დაემატება ბაზარს, თუმცა წინასწარ რთულია იმაზე საუბარი რა კლასიფიკაციის იქნებიან ეს ბიზნეს ცენტრები, იმიტომ როგორც წესი ჩვენთანვე პატრონეები წინასწარ არ განსაზღვრავენ და არ ითვალისწინებენ ხოლმე ამ საკითხს, თუ არ ხდება საკონსულტაციო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობა, თუმცა ჩვენი რჩევა ყოველთვის არის, რომ ეს წინასწარ უნდა იყოს შემუშავებული, რომ ბოლო ეტაპზე უკვე რთულია, მაგალითად ჭერის სიმაღლე თუ არ არის გათვალისწინებული. ბოლოს, როდესაც გვინდა რომ ბიზნეს ცენტრი A კლასში მოხვდეს, ფიზიკურად ამ ნაწილში სირთულეები იქმნება. ტექნიკური მახასიათებლები. კი, ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, კი, მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე იყოს თუნდაც საკონსულტაციო ორგანიზაცია ჩართული და საორიენტაციოდ ვიცოდეთ რა ტიპის ბიზნეს ცენტრზე გვაქვს მოსაზრება. თუმცა, როგორც თქვი, სამშენებლო ნებართვებიდან გამომდინარე, გაცხადებული ბიზნეს ცენტრებიდან რასაც უყურებთ, ძირითადად რასაკვირველია A და B კლასის კლასიფიკაცია, თუმცა ესე დეტალურად სამშენებლო ნებართვებით 100,000 კვადრატულში A კლასი რამდენი იქნება, ცოტა რთულია რომ ამაზე ვისაუბროთ, თუმცა ძირითადად მაინც A და B კლასის მატებას უნდა ველოდოთ. ნინო, საინტერესოა, როგორია ახლა თბილისის ბიზნეს ცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი. ყველას გვახსოვს, როგორი გავლენა იქონია პანდემიის დროს ჰიბრიდული სამუშაო მოდელი, როდესაც დაანერგეს კომპანიებმა, საოფისე ფართების ბაზარი ძალიან შეიცვალა. საინტერესოა, რამდენად გვაქვს დღეს ეს მოდელი, კვლავ, ესე ვთქვათ, რამდენად მუშაობენ ჰიბრიდულად და ზოგადად რა განსაზღვრავს დატვირთულობის მაჩვენებლის ზრდას ბიზნეს ცენტრებში. პირველ რიგში აი დატვირთულობის ნაწილზე რო ვისაუბროთ და მოთხოვნის ზრდაზე, ზოგადად ჩვენთან იყო კულტურა იმის, რომ ბიზნეს ცენტრებში კომპანიები ნაკლებად დამჯობინებდნენ შესვლას, ძირითადად ორიენტირებულნი საკუთარი ფართების შესყიდვაზე, ასე ვთქვათ, და საკუთარი ოფისების ქონეზე. ეს ტენდენცია ცალსახად იცვლება, იმიტომ რომ ტრანზაქციების ნაწილში საოფისე ფართებზე ტრანზაქციები არის დაახლოებით 15-20%-ით შემცირებული წინა წელთან შედარებით მაგალითად. და მოთხოვნა ბიზნეს ცენტრებზე ასევე კარგად ჩანს რომ გაზრდილია, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში ჩვენ ფაქტობრივად ვაკანტურობა არ გვაქვს არც A და არც B და არც C კლასის ჭრილში. A კლასში დღეს 16%-ია დაახლოებით ვაკანტურობის მაჩვენებელი, ესეც იმიტომ რომ წინა წელს ბაზარს დაემატა ახალი ბიზნეს ცენტრები A კლასში და მიწოდება საკმაოდ გაიზარდა, თუმცა კვარტლიდან კვარტლამდე, რასაც ვუყურებთ, ეს ვაკანტურობა მცირდება, იმიტომ რომ მიმდინარეობს გაქირავების პროცესი. რაც შეეხება B კლასებს, B კლასში ვაკანტურობა ფაქტობრივად არ არის 2%-ია ახლა და C კლასშიც 0%-ია, ფაქტია რომ მოთხოვნა არის საკმაოდ მაღალი. პანდემიის შემდგომ პროცესებმა რაც ჩვენ დაგვანახა, ვერ ვიტყვით რომ მოხდა ის, რომ ჩვენთან ჰიბრიდული მოდელების სამუშაო რეჟიმის დამკვიდრდა, თუმცა ხარისხობრივი მოთხოვნები ცალსახად გაიზარდა თვითონ კომპანიების მხრიდან. ანუ ისინი ვინც C კლასის ბიზნეს ცენტრებში, ფართებში ოპერირებდნენ, გადმოვიდნენ B კლასის ბიზნეს ცენტრებში და B კლასებიდან უკვე გადმოდიან A კლასის ბიზნეს ცენტრებში და ეს განპირობებულია რასაკვირველია იმ სერვისებით და ხარისხით, რასაც სიტყვაზე B კლასი აწვდის და რასაც A კლასი აწვდის და ასევე როგორც ჩანს იჯარაც მისაღები მოცემულობა თითოეული კომპანიისთვის, ვინც ბიზნეს ცენტრებში რელოკაციებს ახდენს. ნინო, დაქირავების ღირებულება გამოვლინდა, რომ სტაბილურია საკმაოდ და რასაც უყურებდით ბოლო ტენდენციებს წლიდან წლამდე სადღაც 5-6%-იანი ზრდა ახასიათებს. ბოლო მონაცემებით დღეს რა სიტუაცია გვაქვს საიჯარო ქირასთან მიმართებით A, B და C საოფისე ფართებში და ზოგადად რა პროგნოზი გაქვთ თქვენ ამ წელთან დაკავშირებით? კი, ფასის ნაწილიც საკმაოდ სტაბილურია უკანასკნელი წლების მიხედვით, რასაც ვუყურებთ, წინა წელთან შედარებით წელს მაგალითად დაახლოებით 3%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ძალიან ბუნებრივი მატებაა და ამაზე მეტს არც ველოდებით მომდევნო წლების ჭრილში. A კლასებში დაახლოებით საშუალო შეწონილი მომსახურების გადასახადისა დღეს გარეშე დღეს არის სადღაც $30. B კლასებში ეს არის სადღაც $22, $23 მოცემულობით, C კლასებში არის $13
$14 შუალედში და როგორც თქვი, ეს ფასები არის საკმაოდ სტაბილური ბოლო წლებში, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში 23-დან დღევანდლამდე განსაკუთრებით და მომდევნო წლებშიც, როგორც თქვი, ჩვენ განსაკუთრებულ მატებას არ ველოდებით. აქვე დავამატებ, ამ ფასებში რა თქმა უნდა მეინტენანს ფი არ შედის. არა, არ შედის. დიახ. კომპანიამ უკვე სერვისული გადასახადი, რომელიც ყოველი ბიზნეს ცენტრი ინდივიდუალურად განსაზღვრავს. კი, თუმცა არც ისე ბევრია, $2 დღეს საშუალოდ თბილისის ბიზნეს ცენტრებისთვის და ვერ ვიტყვით, რომ საკმაოდ მძიმედ აწვება კომპანიებს ეს სერვისის გადასახადი. ნინო, საინტერესო არის, რა ზომის ფართებზე არის დღეს მოთხოვნა, რა ტიპის კომპანიებისგან შემოგდით მოთხოვნა, იმიტომ რომ თქვენ საკმაოდ აქტიურები ხართ საოფისე ბაზარზე და ზოგადად რა გამოწვევებს ხვდებით კომპანიების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში? კი. გაქირავების ნაწილში მოთხოვნა საკმაოდ მზარდია და ჩვენთან მომართვიანობიდანაც ეს ტენდენცია ესეთი გამოკვეთილია, რომ ანუ 1000 და ზევით კვადრატულობის ოფისები არის საკმაოდ მოთხოვნადი, თუმცა ბაზრის მიწოდება ამ მოთხოვნას რთულად მიყვება, მოდით ვიტყოდი და ეს შეიძლება ერთ-ერთ გამოწვევად ჩავთვალოთ. ამიტომ ჩვენ როცა თუ არის საშუალება კონცეფციაზე მუშაობის პროცესში, ყოველთვის ვურჩევთ მე პატრონეს, რომ გაითვალისწინოს ეს დიდი ფართები და მოხდეთ ტიხრები არ კონდეს სამშენებლო პროექტში გათვალისწინებული და ტიხრები უკვე მერე თვითონ მოიჯარის სურვილისამებრ განთავსდეს მაგალითად სართულებზე და იყოს ერთიანი სივრცები, რადგან ეს დიდი ფართები ახლა არის მოთხოვნადი. ზოგადად ყველაზე მეტად მარტივად ასე ვთქვათ გაქირავებადია და ნუ შესაბამისად დიდი მოთხოვნა არის 200-300 კვადრატულის შუალედის ფართებზე და ეს მოთხოვნაც ფაქტია რომ ბოლო წლების განმავლობაში მეტწილად არ შეცვლილა, თუმცა ნუ სირთულეებზე და გამოწვევებზე თუ ვისაუბრებთ, ძალსახმარო დიდი ზომის ფართები, რაც ჭირდებათ IT კომპანიებს, PPO კომპანიებს, სადაც ეს shared სერვისები, back office-ის ოპერაციები შეიძლება განვიხილოთ, მათთვის არის მოთხოვნადი და ძირითად შემთხვევაშიც ისინი იკავებენ ADB კლასის ტენანტებში, ძირითადი ნაწილი სწორედ ისინი არიან, ვინც ADB კლასის ოფისებში ფართებს ქირაობენ. მოთხოვნა მათი მხრიდან საკმაოდ მაღალია. და აქვე დავაზუსტოთ, მოდი ეს არის როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო კომპანიები? დიახ, ეს არის როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო კომპანიები. ძირითადად ბრიტანული და ამერიკული კომპანიები, ვინც IT და BPO მიმართულებით მუშაობენ, თუმცა მათი მხრიდან მოთხოვნა ხშირია უფრო A-კლასზე და უფრო ადგილობრივი კომპანიების მხრიდან, თუნდაც საერთაშორისო კომპანიების ადგილობრივი წარმომადგენლობების მხრიდან, მათი მხრიდან მოთხოვნა არის ხოლმე განსაკუთრებით B-კლასის ოფისებზე. და ბოლოს ძალიან საინტერესოა თბილისის გარდა სხვა ქალაქების სიტუაცია რომ მიმოვიხილოთ, რა მდგომარეობა თუნდაც ბათუმში და ქუთაისში საოფისე ფართების მიწოდების მხრივ, მოთხოვნის მხრივ. გვესმის რომ ალბათ ბათუმი ასე თუ ისე მიახლოებული იქნება თბილისის მონაცემებთან და თქვენი შეფასებით როგორ ტენდენციას უნდა ველოდოთ მიწოდების კუთხით უკვე ამ ქალაქებში? დიახ, საქართველოს ეკონომიკის ნახევარზე მეტი პრინციპში თბილისში მიმდინარეობს და თბილისი არის ეკონომიკური ცენტრი და ბიზნესზეც დატვირთვა თბილისში განსაკუთრებულია ბიზნეს ცენტრებზეც მოთხოვნა აქ გაცილებით დიდია ვიდრე რეგიონულ ქალაქებში. ვერ ვიტყოდით რომ ბათუმში და ქუთაისში მოთხოვნა არის მაღალი, თუმცა ბათუმში გაჩნდა ეს მოთხოვნა და იგივე ქუთაისშიც, თუნდაც იგივე მომართვიანობიდან გამომდინარე ვიღებთ უკვე მოთხოვნებს საერთაშორისო კომპანიებისგან იგივე IT და BPO მიმართულებით, რომლებსაც სურთ რეგიონებში ოფისების გახსნა და იქ ბიზნეს ცენტრები არ გვხვდება სტრუქტურირებული სახით. დღეს ბათუმში და ქუთაისში ბიზნეს ცენტრების მიწოდება არ არის, თუმცა ბათუმში გაჩნდა, ბაზარზე გამოჩნდა უკვე ესეთი სტრუქტურირებული ერთ-ერთი ბრენდის ბიზნეს ცენტრი და იმედი გვაქვს, რომ ეს გამოიწვევს, ასე ვთქვათ, პირველი ეფექტის მატარებელი იქნება და მეტი მიწოდება გაჩნდება ბიზნეს ცენტრების თვალსაზრისით ორივე ქალაქში. ძირითადად სახლების პირველ სართულზე არიან კი, არა სტრუქტურული მოლების შოპინგ ცენტრების ზედა სართულებზე, კი, ძირითად შემთხვევაში ქუთაისში განსაკუთრებით ეს ტენდენცია, ბათუმშიც პრინციპში ესე ჩამოყალიბებულად ვერ ვიტყვით, რომ ბიზნეს ცენტრების მიწოდება გვაქვს, თუმცა როგორც თქვი ბათუმში მაგალითად ერთ-ერთი ბრენდი შევიდა უკვე და ეს მიწოდება ჩნდება და იმედია რომ ქუთაისშიც მომავალ წელს ვისაუბრებთ რომ უკვე პირველი ბიზნეს ცენტრი იხსნება.
ნინა, ძალიან დიდი მადლობა პირიქით, მადლობა. საინტერესო საუბრისთვის.